ასე ვთქვათ, ბედის წყალობით თუ ცოდნით თუ იმითი რომ მშობელი ასე ვთქვათ, კარგად ზედამხედველობს, დაცული ყოფილა ამისგან. ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების განათლებაც. ბავშვები ზოგადად და მე არ ვლაპარაკობ მხოლოდ საქართველოზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, როდესაც იკვლევდნენ რა ტიპის საფრთხეებია, მაგალითად იგივე ონლაინ სივრცეში, 3 ტიპის კონტენტი არსებობს, რომელიც არის მიზანმიმართულად, ასე ვთქვათ, ბავშვებზე გამიზნული. ეს გახლავთ აგრესიული კონტენტი, სადაც ხდება, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად ქსენოფობიური, რასისტული განწყობების გაღვივება, ჯგუფები არსებობს, სხვა მასალები არსებობს, რაც ვრცელდება ხოლმე და ძალიან მნიშვნელოვანია ამისგან ბავშვების დაცვა, გაფილტრვა, ასევე სექსუალური და ასევე ფასეულობებზე პროპაგანდისტული, ასე ვთქვათ, სადაც პოლიტიკური მემარჯვენე იდეების, ასე ვთქვათ, გავრცელება ხდება ბავშვებს. სხვა შორის ამ თემაზე ძალიან საინტერესო, შეიძლება ხა უადგილოდ გეჩვენოთ, მაგრამ ძალიან საინტერესო ფილმი, სერიალი გავიდა Netflix-ზე, მოზარდობა, ზუსტად აი ამ საკითხს შეეხება, როგორ ფატალურად შეიძლება ეს დასრულდეს და რამდენად საშიშია. ეხლა თქვენ სიუჟეტში მე რაც ვნახე, ეს არის კლასიკური ფორმები, როგორ იქცევა მოძალადე. ის არასოდეს ხშირ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ წარდგება თავისი რეალური სახით. ხშირად ბავშვს უკავშირდება, სანამ ბავშვს დაუკავშირდება, იკვლევს და სწავლობს ბავშვების ინტერესებს, ამიტომ ძალიან საფრთხილოა მშობლებისთვისაც, აი როდესაც მაგალითად სკოლაში მიყავთ აი ესეთი ის არის ხოლმე სკოლის პირველ დღეებში, როცა სასწავლო წელი იწყება, ასაკის მიუხედავად და არც ერთ ასაკში ბავშვის ფოტოების ესე განთავსება, სად სწავლობს, არ არის უსაფრთხო და ხდება მოკლედ გავრცელება, მთელი აჟიოტაჟია ხოლმე, ეს ძალიან საშიში, იმიტომ რომ ისინი აკვირდებიან, სწავლობენ, არიან ადამიანები, რომლებიც აქ არ არის მარტო იმ ადამიანებზე საუბარი, რომლებსაც აი ესეთი ვთქვათ, დამოკიდებულება აქვს პრეფერენციულ მოძალადეებს ეძახიან, რომელსაც ბავშვი აინტერესებთ, როგორც ობიექტი. აქ შეიძლება იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მაგალითად ცდილობენ, რომ მასალა მოიპოვონ ბავშვებისგან და გაავრცელონ და დაუშვათ ფინანსური სარგებელი. სხვადასხვა მოტივაციიდან აქ ადამიანები, ამიტომ ძალიან სახიფათოა. არა მხოლოდ ის, რომ ბავშვმა თვითონ განათავსოს თავისი რაიმე ძალიან ისეთი პირადი ინფორმაცია. აი მაგალითად ყოფილა ესეთი შემთხვევა, როდესაც გოგონა ან ბიჭი უსმენს რომელიღაცა ჯგუფს, ხო, მუსიკალურს. მას უკავშირდება ადამიანი და უწყებს ამაზე საუბარს, ხო, უკვე ესე იგი ჩანს, რომ რაღაცა საერთო ინტერესები აქვს. მერე დაუშვათ ისევ მისი კონტენტიდან ეს გრადაციულად ხდება, ესე იგი ეს ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს აქ ბევრი დეტალის დღეს ყოველ შემთხვევაში დრო ამისი უბრალოდ აი ძალიან მოკლედ მინდა გთხოვოთ, რომ თქვათ რჩევები მშობლებს ამ წუთისთვის რა არის გასათვალისწინებელი თუნდაც ონლაინ სივრციდან თავის ასაცილებლად პრევენციისთვის ბავშვებზე ძალადობის პირველ რიგში ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ საკუთარი შვილების პერსონალური ინფორმაციის სოციალურ ქსელებში განთავსებისგან, თავი უნდა შეიკავონ, ეს იქნება სად სწავლობს, სად დადის, რა იტაცებს და ასე შემდეგ, ეს არის ძალიან საფრთხილო. მეორე რომ ახლა კვლევა არის ჩატარებული საქართველოში, 3000-ზე მეტი სკოლის მოსწავლეა გამოკითხული და ამ კვლევიდან გამოჩნდა, რომ თითქმის ბავშვების 70% შემთხვევაში მშობლები არ ინტერესდებიან იმით, რა კონტენტით სარგებლობენ ბავშვები. ასევე გამოჩნდა, რომ მშობლებს არ აქვთ არანაირი უნარი, მაგალითად, როგორ გაფილტრონ ინფორმაცია, რომელზეც ბავშვებს აქვს ცდომა, არ აქვს მასთან დაკავშირებით კომუნიკაცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეუძლებელია თანამედროვე მშობელი არ იცნობდეს კარგად ტექნოლოგიებს და ამით არ ინტერესდებოდეს, იმიტომ რომ ძალიან დიდი საფრთხეა დღეს, ასე ვთქვათ, აი ვირტუალურ სივრცეში. მე დაგეთან
რომ დღეს ბავშვები ძალიან მაღალი რისკის წინაშე არიან, იმიტომ რომ ზოგადად სიტუაცია არ არის ჩვენთან ეხლა სტაბილური, განსაკუთრებით ბავშვზე ორიენტირებული და ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ეცი რა მოაქვს ფსიქოლოგს, რომელიც საინტერესოდ საუბრობდა ჩვენს ეთერში.